ვინც არ იცის, ყვავები ბევრად უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩვენ გონია. ეს არსებები შეუძლიათ დაითვალონ, გამოიყენონ, სხვადასხვა ხელსაწყო და გადაჭრან ისეთი პრობლემები, რომელთა გაკეთებაც სხვა ცხოველებს უჭირთ. გარდა ამისა, მათ აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, შეუძლიათ მომავლის დაგეგმვაც და ასევე ესმით, როგორ იწვევს ერთი მოვლენა შედეგს. X. და რაც ყველაზე საოცარია, მათ შეუძლიათ წინასწარ გამოიცნონ, რა შეიძლება მოხდეს სანამ ეს მოხდება. და ეს მხოლოდ რამდენიმე იმ უამრავი უცნაური თვისებიდან, რაც ყვავებს აქვთ. ამ ვიდეოში უფრო დეტალურად შევისწავლით ყვავების უცნაურ თვისებებსა და უნარებს. და ასევე უპასუხებთ კითხვას, როგორ ახერხებენ ისინი ამას. მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ახლა დავიწყოთ. დასული წლების განმავლობაში ერთის შემდეგ მეორე კვლევებმა გამოავლინა გასაოცარი სიმართლე მათი გონიერების შესახებ. რაც უფრო მეტად სწავლობენ მათ მეცნიერები, მით უფრო ირკვევა, რომ ბევრი ადამიანი ამცირებს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან არსებას მსოფლიოში. სინამდვილეში დიდი ხანია, რაც ზოგიერთ ადამიანს შეუმჩნევია ყვავების განსაკუთრებული გონიერება. და ეს მხოლოდ იმ ჩვეულებრივ ყვავებს არ ეხება, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ. აქ შედის ფრინველების მთელი ოჯახი, რომელიც ცნობილია როგორც კორვიდები. ხორანი, კაჭკაჭი, სოიკა, რუკი, ჯეკდოუ და კიდევ ბევრი სხვა. საერთო ჯამში ამ ჯგუფში დაახლოებით 130 სახეობაა. თუმცა ადამიანები ამას ათასობით წელია ამჩნევენ. ძველი საბერძნეთის დროიდანაც კი იყო ერთი ცნობილი იგავების მწერალი სახელად ესოპი. ის ცხოვრობდა დაახლოებით 600 წლით ადრე ჩვენს ერამდე. და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი სწორედ ყვავზეა. მისი სათაურია ყვავი და სურა. ამბავში ერთი თხურვილიანი ყვავი ხედავს ჭურჭელს, რომელშიც წყალი იყო. თუმცა ჭურჭელში ძალიან ცოტა წყალი იყო, ამიტომ მისი ნისკარტი ვერ წვდებოდა წყალს. მან სცადა ჭურჭლის გადადგმა, მაგრამ ვერ შეძლო მისი გადაცევა ან გადახრა. ამიტომ მან გამოსავალი მოიფიქრა. ყვავი თითო-თითო დაგდებდა პატარა ქვებს ჭურჭელში, ურჭელში. როდესაც ქვების რაოდენობა გაიზარდა, ამის გამო წყალი ნელ-ნელა ამაღლდა, სანამ ყვავი ვერ მისცუდა და დალევა შეძლო. 2600 წელზე მეტი ხმის განმავლობაში ბევრისთვის ეს ამბავი უბრალო მოთხრობა იყო. მაგრამ 2009 წლის აგვისტოში მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეძლებდა თუ არა ნამდვილი ყვავი იგივე გაეკეთებინა. და შედეგი იყო ის, რომ ზუსტად ასე მოიქცნენ ისინი. ერთ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა Current Biology-ში, ნაჩვენებია, რომ რუკი, ყვავის ახლო ნათესავი, თვითონ აგდებს ქვებს წყლიან ჭურჭელში. რათა წყლის დონე აიწიოს და საჭმელი აიღოს. მაგრამ ექსპერიმენტი ამით არ დასრულებულა. კვლევარებს ასევე სურდათ გაეგოთ, რამდენად ჭკვიანები არიან ეს ფრინველები. ამიტომ მათ გამოცდები კიდევ უფრო გაართულეს. ერთ ექსპერიმენტში ორი კონტეინერი დადგეს ახალკალედონიური ყვავის წინ. ორივე ზედაპირზე იყო საკვები. საკვების დონეც ერთნაირი იყო, მაგრამ ერთი დიდი განსხვავება იყო, ერთი კონტეინერი წყლით იყო სავსე, ხოლო მეორე ქვიშით. უბრალოდ ქვის ჩაგდება იქნებოდა საჭირო, ყვავი ალბათ ორივე კონტეინერს ცდიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ის პირდაპირ წყლიან კონტეინერთან მივიდა. მან საერთოდ არ დაკარგა დრო ქვიშიან კონტეინერთან. თითქოს თავიდანვე იცოდა, რომ ქვიშის დონე არ აიწევდა, რამდენიც არ უნდა ჩაეგდო მასში ქვა. და სწორედ აქ კიდევ უფრო გაოცდნენ მეცნიერები. მათ გადაწყვიტეს, რომ დამოცდა კიდევ უფრო გაერთულებინათ. ამჯერად მათ ყვავს მისცეს თეთრი მასალის ნაჭრები, რომლებიც ზომით ერთნაირები იყვნენ, მაგრამ ერთი პრობლემა იყო. ზოგიერთი ნაჭერი მძიმე იყო, ზოგი კი მსუბუქი. როდესაც ისინი უყურებდნენ ფრინველს, რაღაც უცნაური მოხდა. ყვავი იღებდა ერთ ნაჭერს თავის ნისკარტით. ის თითქოს ჯერ წონას ამოწმებდა. თუ მძიმე ნაჭერს იღებდა, მას წყალში აგდებდა. თუ მსუბუქი იყო, უბრალოდ გვერდზე აგდებდა და სხვას იღებდა. ასე აკეთებდა ისევ და ისევ. ის თითქოს მიხვდა, რომ მძიმე საგანი ჩაიძირება და უფრო სწრაფად ასწევს წყლის დონეს, ხოლო მსუბუქი ნაკლებად დაეხმარება. ეს უბრალოდ ინსტინქტი არ არის, ყვავმა ჯერ უნდა შეისწავლოს ის ნივთი, რაც უჭირავს, უნდა აწონოს თავის გონებაში და გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ეს გამოსადეგი მისი მიზნისთვის. მეცნიერებისთვის ასეთი ქცევის ახსნა ძალიან რთულია. თუ არ ექნება მაღალი დონის გაგება და პრობლემების გადაჭრის უნარი, მაგრამ კვლევარები მაინც არ დაკმაყოფილდნენ. მათ განაგრძეს ექსპერიმენტის პირობების შეცვლა. მათ გააკეთეს უფრო ფართო ჭურჭლები. ზოგი უფრო ვიწრო იყო, წყლის სიმაღლეებიც განსხვავდებოდა, სხვადასხვა მასალის გამოყენებაც შეიძლებოდა. ყოველ ახალ გამოწვევაზე ერთი და იგივე რამ მეორდებოდა. ნიუკალედონიური ყვავი სწრაფად პოულობდა სწორ გადაწყვეტას. ზოგჯერ მას რამდენიმე წამით ფიქრი სჭირდებოდა.
მაგრამ იყო შემთხვევებიც, როცა თითქოს პირველივე შეხედვაზე ესმოდა პრობლემა. და რაც უფრო მეტი ესეთი ექსპერიმენტი ტარდება, მით უფრო ნათელი ხდება ერთი რამ. ყვავის ტვინი შეიძლება პატარა იყოს ადამიანისასთან შედარებით. მაგრამ რაც შეეხება აზროვნებას, პრობლემების გადაჭრას და მის გარშემო სამყაროს გაგებას, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არსებაა, რაც მეცნიერებამ აღმოაჩინა. თუმცა მაგრამ მეცნიერები მაინც არ გაჩერებულა. იმ ეტაპზე მათ გადაწყვეტეს ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, რომელიც ნამდვილად გაართულებდა ყვავის მდგომარეობას. ისე იყო თითქოს მათ ძალიან რთული გამოცდა მისცეს. მის წინ 3 ჭურჭელი წყლით დადგეს, შუაში მყოფი ყველაზე ვიწრო იყო, იქ გემრიელი საჭმელი ტივტივებდა, რომელიც ყვავს ძალიან უნდოდა, მაგრამ პრობლემა იყო, წყალი ძალიან დაბალი იყო. ამიტომ მისი ნისკარტით ვერ წვდებოდა. გვერდით კი ქვები ეწყო. მაგრამ კვლევარებმა სპეციალურად შეარჩიეს მათი ზომა ისე, რომ ისინი არ ეტეოდა შუაში არსებულ ვიწრო ჭურჭელში. ამის ნაცვლად ისინი მხოლოდ 2 ჭურჭელში ეტეოდა, რომლებიც ორივე მხარეს იდგა. ამის გაკეთებას მიზეზი ჰქონდა. მაგიდის ქვეშ მათ ფარულად დააკავშირეს შუაში მდგომი ჭურჭელი და მარჯვენა მხარეს მდგომი ჭურჭელი მილის საშუალებით. მარცხენა მხარეს მდგომი ჭურჭელი კი განცალკევებულია და არ აქვს კავშირი დანარჩენებთან. ეს ნიშნავს, რომ როცა ქვას ჩააგდებენ მარჯვენა მხარეს მდგომ ჭურჭელში, წყალი აიწევს არა მხოლოდ იქ, არამედ შუაში მდგომ ჭურჭელშიც, სადაც საკვებია მოთავსებული. მაგრამ თუ ქვას მარცხენა ჭურჭელში ჩააგდებენ, შუაში წყალს არაფერი მოუვა. ეხლა პრობლემა უფრო გართულდა. უბრალოდ ქვის ჩაგდება აღარ არის საკმარისი. ჯერ უნდა გაიგოს ყვავმა რომელი ჭურჭელი მოქმედებს და რომელი არა. მარტივად რო თქვათ, მას უნდა ესმოდეს მიზეზისა და შედეგის ურთიერთობის ურთიერთობა. თავიდან ყვავმა სხვადასხვა მეთოდი სცადა, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ, როგორც ჩანს, რაღაც გააცნობიერა. ეხლა ის პირდაპირ აგდებს ქვებს სწორ ჭურჭელში, იმ ჭურჭელში, რომელიც შუა ჭურჭელთანაა დაკავშირებული და ყოველ ჩაგდებულ ქვაზე წყალი ნელ-ნელა იწევს მაღლა, სანამ საკვებს არ მიაღწევს. თითქოს ყვავმა ჩააბარა მარტივი ტესტი ფიზიკის ერთ მნიშვნელოვან პრინციპზე. უნდა მან ეს სკოლაში არ უსწავლია, მაგრამ მისი ნაჩვენები, გაგება მართლაც შტამბეჭდავია. ეხლა რო უკეთ გავიგოთ ეს, დაუბრუნდეთ არქიმედეს ისტორიას. ლეგენდის მიხედვით ერთ დღეს, როდესაც ბანაობდა ძველი ბერძენი მეცნიერი და ინჟინერი არქიმედე, მან რაღაც უჩვეულო შენიშნა. როდესაც მისი სხეული წყალში ჩაეშვა, იგივე რაოდენობის წყალი ამოიწია ან გადმოიღვარა. სწორედ მაშინ გააცნობიერა მან მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. წყლის მოცულობა, რომელიც გადმოიღვარა, ტოლია იმ საგნის მოცულობისა, რომელიც წყალში ჩაეშვა. გადაჭარბებული აღფრთოვანების გამო, ამბის მიხედვით, ის თურმე ქუჩაში გარბოდა და ყვიროდა. ევრიკა! ეს სიტყვა ნიშნავს ვიპოვე. თუ ექსპერიმენტებს დავეყრდნობით, ჩანს, რომ ყვავები ამ გაგებაში არც ისე შორს არიან. შესაძლოა მათ ეს პრინციპი დიდი ხანია იციან, თავიანთი გზით განსაკუთრებით ახალი კალედონიის ყვავებმა, რომლებიც ითვლებიან ყვავების ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან წარმომადგენლებად და თუ ჯერ კიდევ არ ხარ შტაბეჭდილებული წყლის ექსპერიმენტებით, შემდეგი ექსპერიმენტები დაგატები გადაგვირობს. ათ კიდევ უფრო გაკურდები. შემდეგი აღმოჩენები კიდევ უფრო გასაოცარი იქნება. ბევრი წლის განმავლობაში მეცნიერები სწავლობდნენ დიდ მაიმუნებს. ამიტომ დღესდღეობით აღარ გვიკვირს, როცა ვხედავთ მაიმუნს, რომელიც ჯოხს იყენებს საჭმლის მისაწვდომად. მაგრამ წარმოიდგინე ეს, რა მოხდება თუ მაიმუნი თავად დაამზადებს თავის ხელსაწყოს. ეს უკვე მართლაც გასაკვირია. და სწორედ ამას აკეთებენ ზოგიერთი ყვავი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეცნიერები ასე მაღალ შეფასებას აძლევენ ახალი კალედონიის ყვავს, არის მათი უნარი თავად შექმნან და გამოიყენონ საკუთარი ხელსაწყოები. ხანდახან კი თვითონ ექსპერტებიც კი საგონებელში ვარდებიან მათი უნარების გამო. სწორედ ეს მოხდა აქაც. 2002 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ქცევის მეცნიერები აკვირდებოდნენ ახალ კალედონიურ ყვავს, რომელსაც ბეტი დაარქვეს. შემდეგ რაც მოხდა, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო ცხოველების ინტელექტის შესახებ. ექსპერიმენტში იყო პატარა საკვების კონტეინერი, რომელიც ჩასვეს გრძელ მილში. ბეტი ხედავს საკვებს, მაგრამ ვერ ცვდება მას, რადგან მილი ძალიან გრძელია. მას მიცეს მოკლე მავთულის ნაჭერი. თავდაპირველად, მან რამდენჯერმე სცადა საკვების მიღწევა ამ მავთულით, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ კი, როგორც ჩანს, მის გონებაში იდეა გაჩნდა. მან თავისი ნისკარტით მავთული მოაგრიხა, სანამ ის კაუჩის ფორმას არ მიიღებდა. როცა ეს გააკეთა, მარტივად ამოიღო საკვების კონტეინერი. და რაც უფრო გასაოცარია, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. მომდევნო 10 წლიდან 9-ჯერ მან იგივე მეთოდი გაიმეორა. ამიტომ ბეტი მეცნიერების მიერ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფრინველად იქნა აღიარებული. თუმცა მკვლევარებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
მათ ექსპერიმენტი კიდევ უფრო გაართულეს. ამჯერად ხვავმა ჯერ მოკლე ჯოხი უნდა ეყენებინა, უფრო გრძელი ჯოხი მიეღო. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ის გრძელი ჯოხის გამოყენებას, რომ საჭმელი მიეღო. თითქოს ორი პრობლემა უნდა გადაეჭრა, სანამ ჯილდოს მიიღებდა. მაგრამ ბეტისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა. მან სწრაფად გაიგო სწორი თანმიმდევრობა და მიიღო საჭმელი. დროის გასვლასთან ერთად ექსპერიმენტები კიდევ უფრო გართულდა. მაგრამ ახალი კალედონიური ხვავები კვლავ ამჟღავნებდნენ თავიანთ საოცარ აზროვნების უნარს. და იყო ერთი კვლევა, რომელმაც მეცნიერებიც კი გააოცა. ალის აუესპერგი ვენის უნივერსიტეტიდან და ალექს კაცელნიკი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, რათა გაერკვიათ შეძლებდნენ თუ არა ყვავები ცალკეული ნაწილებისგან ხელსაწყოების აწყობას. 8 ახალი კალედონიური ყვავი მონაწილეობდა ექსპერიმენტში. თავიდან მათ მისცეს გრძელი ჯოხი, რომლის გამოყენებითაც შეეძლოთ საკვების მიღწევა კონტეინერში. მათ ეს დავალება მარტივად შეასრულეს. ყველა 8 ყვავმა წარმატებით მიიღო საკვები. ამის შემდეგ მეცნიერებმა შეცვალეს სიტუაცია. მათ ამოიღეს გრძელი ჯოხები. დარჩა მხოლოდ მოკლე ნაჭრები, რომლებიც გამოუსადეგარი იყო ცალ-ცალკე გამოყენების შემთხვევაში. თუმცა იყო ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. შეიძლებოდა მათი გაერთიანება, რათა შექმნილიყო ერთი გრძელი ჯოხი. ზოგი ნაჭერი უფრო ვიწრო იყო, ზოგი კი უფრო ფართო. როცა ვიწროს ფართოში ჩასვამ, მიიღება გრძელი ხელსაწყო. საოცარია, 8 ყვავიდან 4-მა მაშინვე იპოვა გამოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ არავინ ასწავლა მათ. მათ ნაჭრები ერთმანეთს შეუერთეს, ააკეთეს უფრო გრძელი ჯოხი და მიიღეს საჭმელი. მაგრამ ამით გამოწვევა არ დასრულებულა. მკვლევარებმა კიდევ უფრო გაართულეს ეს. ექსპერიმენტის ახალ ვერსიაში ჯოხების პირდაპირ შეერთება აღარ შეიძლებოდა. მათ კიდევ სპეციალური კონექტორის ან ადაპტერის გამოყენება სჭირდებოდათ, რომ სწორი ხელსაწყო შეექმნათ. და სწორედ აქ გამოჩნდა ნამდვილი გენიოსი ჯგუფში. მას შემდეგ რაც ყვალმა წინ არსებული საგნები შეისწავლა, მიხვდა რისთვის იყო საჭირო ადაპტერები. მან არა მხოლოდ 3 ნაწილისგან გრძელი ჯოხი შექმნა, მან შეძლო კიდევ უფრო გრძელი ხელსაწყოს აწყობა 4 ცალკეული ნაწილისგან. ბევრი მეცნიერისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ ყვავები მხოლოდ ინსტინქტს არ მიყვებიან. ისინი გეგმავენ და აანალიზებენ. და ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის. ძველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ადამიანს შეეძლო ხელსაწყოების შექმნა. შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ასევე შეეძლოთ შიმპანზეებსაც, მოგვიანებით. მათ ეგონათ, რომ მხოლოდ ადამიანს და შიმპანზეებს შეეძლოთ უფრო რთული ხელსაწყოების შექმნა სხვადასხვა ნაწილისგან. მაგრამ ეხლა იმ სიაში უკვე ყვავებიც არიან, წარმოიდგინე ეს. ფრინველს შეუძლია სხვადასხვა ნაწილის გაერთიანება, რათა შექმნას ფუნქციონალური ხელსაწყო თავისი მიზნის მისაღწევად. ეს გავს მაიმუნს, რომელმაც თვითონ გააკეთა პატარა სკამი, ჩაქუჩით და ლუსნებით, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ასწავლა როგორ. ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტად სწავლობენ მათ მეცნიერები, მით უფრო მეტი გასაოცარი ფაქტი ირკვევა. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გავიგებთ, ჯერ უნდა უპასუხოთ კითხვას. რატომ თითქმის არს მიექცია მეცნიერებამ ყურადღება ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ცხოველს? ბევრი ათწლეულის განმავლობაში ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ყვავებს უჩვეულო ქცევა აქვთ. ისინი უფრო სწრაფად სწავლობენ, უკეთესად წყვეტენ პრობლემებს და ხშირად ისინი აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა ფრინველები ჩვეულებრივ არ აკეთებენ. მაგრამ ყველა ამ დაკვირვების მიუხედავად, ბევრი მეცნიერი დიდხანს უარს ამბობდა, მათთვის ჭკვიანები ეწოდებინათ. ამის მიზეზი არსებობს. დიდი ხნის განმავლობაში აზროვნებისა და ინტელექტის შესწავლა თითქმის მთლიანად ადამიანზე იყო კონცენტრირებული. შემდეგ კი პრიმატებზე, რადგან ზოგი ამბობს, რომ ისინი ჩვენი უახლოესი ნათესავები არიან ცხოველთა სამეფოში და მოგვიანებით სხვა ძუძუმწოვრებზეც. არის რაღაც, რაც ყველას გვაქვს საერთო. და ეს არის ნეოკორტექსი. ნეოკორტექსი არის ტვინის ნაწილი, რომელიც დიდი ხანია ითვლება უფრო მაღალი აზროვნების, სწავლის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის ცენტრად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც დიდი ხანია ინტელექტთან ვაკავშირებთ. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. ფრინველებს ნეოკორტექსი არ აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად განვითარებულები არიან, არც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო პრიმიტიულები არიან. მათ უბრალოდ ნამდვილად არ აქვთ ტვინის ეს ნაწილი. ამის გამო ადრე მეცნიერებს მტკიცედ სჯეროდათ, თუ ნეოკორტექსი არ გაქვს, არც გონება გაქვს, არც ნამდვილი აზროვნება. თუ ნეოკორტექსი არ გაქვს, ცხოველის ყველა ქმედება მხედება, მხოლოდ ინსტინქტებით არის განპირობებული. და ამ რწმენის გამო მათ თითქმის დახურეს საუბარი ფრინველების ინტელექტზე. სანამ ეს საკითხი სრულად იქნებოდა გამოკვლეული, ბევრისთვის ყვავების ყველა ქმედება უბრალოდ ინსტინქტია.
მაგრამ რაც უფრო მეც იკვლევენ მათ ქცევას, მით უფრო რთული ხდება ამ ახსნის დაჯერება. იზრდება გასაოცარი პრობლემების გადაჭრის შედაჭრის შემთხვევები. იზრდება დაკვირვებები ხელსაწყოების გამოყენებას და სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ მათ პატარა ტვინში რაღაც უფრო ღრმა ხდება. სანამ არ გამოჩნდა ლაბორატორიული ექსპერიმენტები, რომლებიც უგულებელყოფას აღარ ექვემდებარებოდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ყვავების ოჯახის ზოგიერთი წევრი ინტელექტის მხრივ არამხოლოდ ბევრ ძუძუმწოვარს არ ჩამოუვარდება. მათ უმეტესობასაც კი აჭარბებენ. დაფიქრდი ამაზე, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჰაგვი, რომელიც ისეთივე რთულ ხელსაწყოებს ამზადებს, როგორც ხვავი ან ძაღლი. მაშინაც კი ბევრი ძაღლი ვერ ასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ხვავები წარმატებით აგვარებენ. ამიტომ მეცნიერებს მოუწიათ თავიანთი შეხედულებების შეცვლა. არსებობს 3 ფაქტი, რომელსაც ვეღარ უარყოფენ. პირველი, ფრინველებს არ აქვთ ნეოკორტექსი. მეორე, ძუძუმწოვრებში ნეოკორტექსი ინტელექტისთვის მნიშვნელოვანია. და მესამე, ფრინველებს აქვთ ინტელექტი, განსაკუთრებით ყვავების ოჯახს, ასე რომ მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნა რჩება. ფრინველების ტვინის სტრუქტურა განსხვავებულია ძუძუმწოვრებისგან. მათ არ სჭირდებათ ნეოკორტექსი იმისთვის, რომ ჭკვიანები იყვნენ. მათ საკუთარი გზა აქვთ. და აქედან დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება ცხოველთა ინტელექტის შესწავლაში. როდესაც მეცნიერებს გაუჩნდათ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა ტვინის ვიზუალიზაცია და ტომოგრაფია, მათ შეძლეს ფრინველების ტვინის აქტივობის დაკვირვება ისე, რომ არ გახსნიდნენ მათ თავის ქალას. და სწორედ იქ აღმოაჩინეს მათ ერთი გასაოცარი საიდუმლო. ყვავების ტვინი პატარა სუპერკომპიუტერს გავს. პირველ რიგში მათი ნეირონები უფრო პატარაა, ამიტომ მათ ტვინში ერთსა და იმავე სივრცეში უფრო მეტი ნეირონი ეტევა. მეორე მხრივ მათი ნეირონები ტვინში ძალიან მჭიდროდ არის განლაგებული. უფრო მეტი ნერვული უჯრედი თავსდება უფრო პატარა სივრცეში. და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ჩარლზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ვენის უნივერსიტეტისა და ვანდერბილტის უნივერსიტეტის კვლევარებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ ყვავებისა და თუთიყუშების ნეირონების სიმჭიდროვე თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე მაიმუნებში და ვირთხეთთან შედარებით კი 4-ჯერამდეც აღწევს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. გარდა იმისა, რომ პატარა და მჭიდროა, მათ ნეირონებს ერთმანეთთან უფრო მეტი კავშირი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ტვინში ინფორმაციის გაცვლა უფრო სწრაფად ხდება. და როდესაც ეს ყველა თვისება ერთად იხრის თავს, ყალიბდება ინფორმაციის დამუშავების ძალიან ეფექტური სისტემა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც შეუძლია ყვავს ის რაღაცები, რასაც ადრე მხოლოდ პრიმატებისთვის თვლიდით შესაძლებლად. ხანდახან ცოტა შემაშფოთებელია დაფიქრება იმაზე, რამდენად ჭკვიანები არიან ისინი. მაგალითად, რა სიტყვით თუ გეტყვით, რომ ზოგი ხვავი სავაჭრო აპარატის გამოყენებასაც კი ახერხებს. დიახ, სწორად გაიგეთ. არსებობენ ყვავები, რომლებმაც ისწავლეს მანქანის გამოყენება იმისთვის, რომ ჯილდო მიიღონ. და ეს უბრალოდ მარტივი ხრიკი არ არის. ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა იმისთვის, რომ განესაზღვრა, რამდენად სწრაფად შეუძლიათ ამ ფრინველებს ისწავლონ რაღაცა, რაც ბუნებაში არასოდეს უნახავთ. სარა გელბერტმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან შეიმუშავა ეს ტესტი, მისი მიზანი მარტივი იყო. მას სურდა გაეგო, რამდენად სწრაფად ისწავლიდნენ ყვავები, როდესაც სულიად ახალ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ. და შედეგი კიდე ერთი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ყვავები შეიძლება უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე ჩვენ გონია. აი რა გააკეთეს მათ. მათ შექმნეს ამოცანა, რომელიც თითქმის შეუძლებელია დაუკავშირო ფრინველის ნორმალურ ცხოვრებას. მათ მიერ არჩეული მასალა იყო ქაღალდი. უნებაში ყვავს არ აქვს მიზეზი, ქაღალდი გამოიყენოს საკვების საპოვნელად. ამიტომ თუ ისინი ამ პრობლემას გადაჭრიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად ფიქრობენ და მხოლოდ ინსტინქტებს ან წინა გამოცდილებას არ ეყრდნობიან. ექსპერიმენტისთვის კვლევარებმა ფრინველებისთვის მარტივი სავაჭრო აპარატი შექმნეს. აი ასე მუშაობს ეს მექანიზმი. როდესაც პატარა სლოტში ქაღალდის ნაჭერს ჩადებ, ჯიუდოდ ხორცის ნაჭერი გამოდის. თავდაპირველად ყვავებს აჩვენეს, როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს. მალე მათ სწრაფად გაიგეს სისტემა. მათ ისწავლეს, რომ ქაღალდი როგორც გადახდა, ხოლო ხორცი კი ჯიუდოს სახით მიიღება. მაგრამ რა თქმა უნდა, მეცნიერები მაინც არ დაკმაყოფილდნენ. მათ კიდევ უფრო გაართულეს გამოცდა. ამჯერად მათ ყვავებს მისცეს დიდი ქაღალდები, რომლებიც ვერ ეტეოდა სავაჭრო აპარატის სლოტში. საკვების მისაღებად, მათ ჯერ უნდა გაეგოთ, როგორ გაეკეთებინათ ქაღალდის შესაბამის ზომაზე. და რაც მოხდა, იყო გასაოცარი. სარა გელბერტის თქმით, გამოცდილი ყვავების თითქმის ნახევარმა ეს შეძლო. ისინი თვითონვე მოიფიქრეს, რომ ქაღალდი პატარა ნაწილება დაეგლიჯათ. ამას არავინ ასწავლიდა მათ. არავის უჩვენებია მაგალითი. თავადვე იპოვეს გამოსავალი. მაგრამ ეს ყველაზე მაგარი ნაწილი არ არის. კვლევარები დაინტერესდნენ, შეძლებდნენ თუ არა ყვავები ქაღალდის სწორი ზომის დამახსოვრებას, მაშინაც კი როცა არავინ აძლებდათ მითითებებს. ამიტომ 8-ვე ყვავს
საფუთარი სავაჭრო აპარატი მისცეს. თითოეული აპარატი მხოლოდ კონკრეტული ზომის ქაღალდს იღებდა. თუ ზომა არასწორია, ჯილდო არ არის. თუ სწორია, ხორცი ეძლევათ. და რაც ყველაზე გასაოცარია, ფრინველებს არც ერთი ნიმუში ან შაბლონი არ უჩვენეს. მათ უნდა დაემახსოვრებინათ ზუსტად რა ზომის ქაღალდი სჭირდებოდათ საკუთარი აპარატისთვის. შემდეგ თავად ამზადებდნენ მას. და მათ ეს გამოუვიდათ. მათ დაიმახსოვრეს სწორი ზომა და დაამზადეს ზუსტად ისეთი ქაღალდი, როგორიც საჭირო იყო ასეთი ჯილდოს მისაღებად. სინამდვილეში თითქოს მათ ისწავლეს ფულის ერთგვარი მარტივი ფორმის გამოყენება. და ამის გამო მეცნიერებს ახალი კითხვა გაუჩნდათ მართლა. მათ შეუძლიათ გაიგონ ჟეტონის კონცეფცია, რომელსაც საჭმელზე ცვლიან. ნეტავ დათვლად შეუძლიათ, კითხვა თითქოს ხუმრობას გავს. მაგრამ კვლევრებმა ეს სერიოზულად სცადეს. ტიუბინგენის უნივერსიტეტში ჰელენ დიცმა და ანდრეას ნიდერმა გადაწყვიტეს გაეგოთ მართლა თუ შეუძლიათ ყვავებს დათვლა. შედეგის სიზუსტისთვის მათ ორ ყვავს სპეციალური ნეიროსენსორები დაუმაგრეს, რათა ექსპერიმენტის ჩატარებისას მათი ტვინის აქტივობა გაეკონტროლებინათ. შემდეგ მათ ფრინველებს ეკრანზე ერთი მარტივი თამაში ასწავლეს. პირველ ეკრანზე ნაცრისფერ წრეში ჩნდება 1-დან 5-მდე შავი წერტილი. რამდენიმე წამში ეს წერტილები ქრება. შემდეგ კი ჩნდება ახალი გამოსახულება. თუ წერტილების რაოდენობა პირველ და მეორე გამოსახულებაზე ერთნაირია, ყვავმა უნდა დააჭიროს სააჭიროს ეკრანს. თუ პასუხი სწორია, ის ასე ჯილდოს იღებს. ეხლა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. მათ არ აჩვენებენ რიცხვებს 1, 2, 3, 4 ან 5. ხოლო წერტილებს აჩვენებენ. და თითოეულ ცდაზე წერტილების ზომა და მდებარეობა იცვლება, რათა მათ გამოსახულება მხოლოდ ფორმით ვერ ამოიცნონ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მათ ნამდვილად უნდა დაითვალონ. და შედეგი საოცარი იყო, დაახლოებით 75% შემთხვევაში ყვავებმა სწორად უპასუხეს. ეს ბევრად აღემატება უბრალო გამოცნობას, სადაც მხოლოდ 50%-იანი შანსი გაქვს. ისინი უფრო ხშირად ცდებიან, როცა წერტილების რაოდენობა 4 ან 5-ს აღწევს. რაც უფრო მეტია დასათვლელი, მით უფრო უჭირს. და მეცნიერებისთვის ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ ისინი ნამდვილად ითვლიან და უბრალოდ არ გამოიცნობენ. ამ ყველაფრის პარალელურად კიდე ერთი საოცარი რამ აღმოაჩინეს. სენსორები აკვირდებიან ფრინველების ტვინში დაახლოებით 500 ნეირონის აქტივობას და აღმოჩნდა, რომ ამ ნეირონებიდან თითქმის 100 ისინი აქტივობას ცვლიან იმის მიხედვით, თუ რამდენ წერტილს ხედავს ყვავი. ზოგი ნეირონი თითქოს სპეციალურად ერთ რიცხვზე რეაგირებს. სხვა ნეირონები უფრო აქტიურია, როცა 2 ან მეტი ითვლება. თითქოს მათ ტვინს საკუთარი დათვლის სისტემა აქვს. რაც უფრო გასაკვირია, ამ ნეირონების მუშაობის წესი გავს იმ პროცესებს, რომლებიც პრიმატების ტვინშიც გვხდება. და დავიმახსოვროთ, ფრინველებისა და მაიმუნების ტვინის აგებულება სრულიად განსხვავებულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივემ შეძლო რიცხვების გაგების გზის პოვნა. თუ გონია, რომ ეს ყველაზე საოცარი ნაწილი იყო, მოიცადე. და შემდეგი ექსპერიმენტი პირდაპირ შეეხება უნარს, რომელსაც მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებლად მიიჩნევდნენ. ამას რეკურსია ეწოდება. თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ან ლინგვისტი ხარ, ალბათ ეს ტერმინი შენთვის ნაცნობია. მაგრამ რომ უფრო მარტივად გავიგოთ, მოდი ერთი მარტივი წინადადება წარმოვიდგინოთ. მაგალითად, კეთრინმა ჯონს უთხრა, რომ სუზანმა შეჭამა ნაყინი, რომელიც მან იხიდა. ამ წინადადებაში ერთი იდეა მეორეშია ჩასმული და ამ იდეის შიგნით კიდევ ერთი იდეა. ეს არის პატარა კავშირი. ეს არის რეკურსიის მარტივი მაგალითი. უნარი გავიგოთ გადაფარული ინფორმაცია და გავიგოთ ვინ რას აკეთებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ენებისთვის. მის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა გრძელი წინადადებების და რთული იდეების შეშექმნა. მაგრამ ადამიანებსაც აქვთ ამაში ლიმიტი. როცა წინადადება ძალიან გრძელია და ძალიან გადაფარული დეტალია, ჩვენც ვიბნევით. ამიტომ ხანდახან გვიწევს საკითხulis განმეორება, როცა წინადადება ძალიან რთულია. ასეთი აბზაცის მნიშვნელობის გაგება რთულია. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ადამიანს აქვს რეკურსიის გაგების უნარი. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სხვა ცხოველებს არ ყოფნით მეხსიერება და დამუშავების უნარი ამის გასაკეთებლად. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2020 წელს, როდესაც ამერიკელმა ბიოლოგებმა ექსპერიმენტების სერიაში აღმოაჩინეს, რომ არა მხოლოდ ადამიანს აქვს მაგების უნარი, მათ ეს მაიმუნებზე გამოსცადეს. რა თქმა უნდა, მათ არ მისცეს გრძელი წინადადებები კეტრინზე, ჯონზე და სიუზანზე, ამის ნაცვლად მათ გამოიყენეს უფრო მარტივი სიმბოლოები. სხვადასხვა ტიპის ფრჩხილები. სასურველი ჯილდოს მისაღებად საცდელ სუბიექტებს ფრჩხილები სწორ თანმიმდევრობაში უნდა დაელაგებინათ. ეს ექსპერიმენტში რეკურსიის ყველაზე მარტივი ვერსიას ჰგავდა. უფროსი ადამიანები ამას მარტივად ართმევდნენ თავს. მაგრამ
3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები თითქმის ნახევარ შემთხვევაში უშობდნენ შეცდომას. და სწორედ აქ გახდა შედეგი უფრო საინტერესო. ზრდასრულმა მაიმუნებმა თითქმის იგივე შედეგი აჩვენეს, როგორც იმ ბავშვებმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი დრო დასჭირდათ თამაშის წესების შესასწავლად, მათ აჩვენეს, რომ ასევე შეუძლიათ რეკურსიის ძირითადი კონცეფციის გაგება. ამ ეტაპზე მეცნიერებმა დაიწყეს კითხვა: თუ მაიმუნებს ეს შეუძლიათ, იქნებ იგივე შეძლონ ყვავებმაც?